ამჟამად ფაქტმეტრი ქალაქ ზესტაფონს ეწვია. ჩვენ დავინტერესდით გაგვერკვია დგას თუ არა ქალაქი სასიცოცხლო საფრთხის წინაშე. ქალაქ ზესტაფონში აღებული ჰაერის ნიმუშებში მანგანუმის ორჟანგის შემცველობა 227 ჯერ აღემატება საშუალო დღეღამური კონცენტრაციის ნორმას. 227 ჯერ. ფაქტმეტრის დასვენით დეპუტატ საგარეიშვილის ეს განცხადება არის მცდარი. მანგანუმის დიოქსიდის, იგივე მანგანუმის ორჟანგის დასაშვები სადღეღამისო საშუალო ნორმა 0.1 მილიგრამია მეტრ კუბში. ჩვენ დაუკავშირდით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, სადაც განგვიმარტეს, რომ თუ ჰაერში მანგანუმის ორჟანგის რაოდენობა საშუალო ზღვარს 227 ჯერ აღემატება, ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილზე ნებისმიერი ტიპის ცოცხალი ორგანიზმისთვის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება ფაქტობრივად წარმოუდგენელია. 227 ჯერ თუ ქალაქის ზონაში აღემატება აი ამ სრულად დასაშვებ კონცენტრაციას, ეს ჯერ ერთი არარეალურად მიმაჩნია და მეორეც ერთი ეს მომაკვდინებლად საშიში იქნება იქაური მაცხოვრებლებისათვის. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონაცემებით 2012 წელს ქალაქ ზესტაფონის ატმოსფერულ ჰაერში მანგანუმის დიოქსიდის საშუალო წლიური კონცენტრაციის დონე 6.8 ჯერ აღემატებოდა სრულად დასაშვებ ნორმას. ეს თავისთავად მაღალი მაჩვენებელია და გარკვეულ რისკებზე საუბარი რა თქმა უნდა შესაძლებელია, თუმცა ამაზე დაყრდნობით რაიმე აპოკალიფტური სურათის შექმნა ნამდვილად არასწორია. მე უკვე რამდენიმე საათია ზესტაფონში ვიმყოფები. სუნთქავ და როგორც ხედავთ, ცოცხალი ვარ. ასევე სიცოცხლეს ინარჩუნებენ ქალაქის მაცხოვრებლები, სტუმრები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები.